მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. დღეს წითელი პარასკევია, ნების კვირაულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დაკრძალვას იხსენებს. ტრადიციისამებრ ამ დღეს მართლმადიდებლები პასკას აცხობენ და კვერცხს წითლად ღებავენ. როგორ ემზადებიან სააღდგომოდ ახალციხეში, გთავაზობთ ვიდეოს ჩვენი არქივიდან. დენდრო, კარგად დავჭიჭქვე, დავასხი წყალი, ერთი პირი გუშინ წამოვადოღე. საღებავებით არ შეიძლება კვერცხის შეღება, კვერცხი უნდა შეიღებოს დენდროთი. დავუთემოს ყველას ღმერთმა. საერთოდ რაც მოსულა, აი მქვაფში ღება ხოლმე. ეს ერთგვარი ტრადიცია. ერთგვარი ტრადიცია, კი. კვერცხი არის სიცოცხლის სიმბოლო. ადუღებიდან 10 წუთი და იდუღოს მიიღებს კარგ ფერს. კვერცხს ვღებავთ დღევანდელ დღეს მზის ჩასვლამდე. მე ყოველთვის ვაცხობ ხოლმე პასკას. აი დღეს საღამოთი გვიან გავაკეთებ. და ხვალ შაბათს ვაცხობ ხოლმე. ჩვენ სუფრაზე გვაქვს აუცილებლად ხაჭაპურები, ქადები, ნამცხვარი, პასკა. და ჩვენი წითელი კვერცხი. ახალი წლის დღესასწაულზე უფრო ძალიან ბევრ ჩვენთაგანს აღდგომის დღესასწაული უფრო მოგწონს და რა ვიცი, ვიხარია. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 13 აპრილს ახალციხეში და სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით რაბათის სასაფლაოს მიმართულებით 9 საათიდან 15 საათამდე ყოველ 1 საათში ერთხელ პირველი, მეორე, მესამე და მე-20 ნომერი ავტობუსი იმოძრავებს. ხოლო ქალაქიდან მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით ტრანსპორტი ჩვეული გრაფიკით იმოძრავებს. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი ევროკავშირის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან 9 აპრილს BMG-ში სტუმრობისას განაცხადა. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში შექმნილი ევროკავშირის საქართველოს საბჭო წარმოადგენს უნიკალურ მექანიზმს, რომელიც აერთიანებს საქართველოსა და ევროკავშირის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მისი მიზანია შეთანხმების განხორციელების პროცესის მონიტორინგი, რეკომენდაციების შემუშავება, საზოგადოების ინფორმირება და გადაწყვეტილების მიმღებ ინსტიტუციებთან აქტიური კომუნიკაცია. ვიცით რა მდგომარეობა ქართულ მედიაში, ვიცით რა მდგომარეობა სამოქალაქო სექტორში, არაერთი კანონი იქნა მიღებული, კვლავ მიიღება, რომელიც ზღუდავს ამ ორგანიზაციების მუშაობას და ამ ფონზე გვაქვს ესეთი საინტერესო ამბავი, აქამდეც არსებობდა რა თქმა უნდა ერთ საბჭო, ეს არის ქართულ ევროპული საბჭო. ქართულ ევროპული საბჭო არის შექმნილი ასოცირების ხელშეკრულებით, რომელიც არის გაფორმებული საქართველოსა და ევროკავშირის შორის და რომლის მოქმედებას საბედნიეროდ არ გამოუცხადებია ბატონი ირაკლი კობახიძეს, რომ ამის მოქმედებას აჩერებს. პრინციპში პირიქით ქართული ოცნება აცხადებს, რომ მიყვება ასოცირების დღის წესრიგს და ჩვენც ვფიქრობთ, რომ არის დრო, როცა მედია უნდა გააქტიურდეს და სამოქალაქო სექტორი ასოცირების დღის წესრიგის მიმართულებით, რომელიც ოფიციალურად არ გაჩერებულა და რომელზეც ქართული ოცნება აცხადებს, რომ კვლავ მიმდინარეობს მუშაობა. ამ ხელშეკრულების მიხედვით შექმნილი არის ქართულ ევროპული საბჭო. თვითონ ხელშეკრულებაში არის სავალდებულო პუნქტები ამასთან დაკავშირებით. ევროკავშირისგან მასში მონაწილეობს ისედაც ესია სტრუქტურულად განსაზღვრული 9 წარმომადგენელი, უმეტესად სოციალურ და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა სოციალურ და ეკონომიკური სფერო, მათ შორის ბიზნესი, ხო, მართვა ბიზნესების ახალი კანონმდებლობები არის სწორედ ასოცირების დღის წესრიგის
სტრატეგიის ნაწილი, თუმცა ასოცირების ხელშეკრულებაში წერია ცალკე თავი მედიის მუშაობაზეც და სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობაზეც. საქართველოსთან ამ სტრუქტურით განსაზღვრულია სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობა და ისე მოხდა, რომ ამ საბჭომ გადაწყვიტა, რომ მე ვიყო ევროკავშირიდან თავმჯდომარე ყავს მას, თანათავმჯდომარე და მე ვარ საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარე, ახალი არჩეული ამ მიმართულებით. ჩვენ რაც მოვილაპარაკეთ საბჭოს წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ესეც შემიძლია ვუთხრა ჩვენს აუდიტორიას, რომ ვაპირებთ ძალიან აქტიურ მუშაობას. აქტიური მუშაობა ნიშნავს იმას, რომ ასოცირების ხელშეკრულება უფრო მაღალი დოკუმენტია, ვიდრე ნებისმიერი შემდეგ მიღებული კანონი მედიასთან და სამოქალაქო სექტორთან მუშაობით და ეს არის კარი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების დამოუკიდებელი ფუნქციონირებისთვის 9 აპრილს ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ ვიტყოდი 9 და მედიის დამოუკიდებელი მუშაობისთვის ასოცირების ხელშეკრულებაზე დაყრდნობით ძალიან აქტიური მუშაობა გვექნება აუცილებლად თუ მართლა რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით როგორ ვაუმჯობესებთ ჩვენს ქვეყანას მათ შორის ასოცირების დღის წესს. აუცილებლად მოვიკითხავთ ამ ნაწილში, რა სიახლეები გექნებათ, რაც დარწმუნებულება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები ქვეყნისთვის და პრინციპში იმ ყველაფრისთვის, რისთვისაც მოხდა მათ შორის 9 აპრილი თავისუფლების დამოუკიდებლობისთვის და იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნამდვილად ევროკავშირის ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. შეხვედრამდე.